კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელს ქვეყანაში და გვიყურებთ რადიო იმედის და ტელეიმედის პლატფორმებზე. დღეს ორშაბათია, დავიწყეთ ახალი სამუშაო კვირა და როგორც ყოველ ორშაბათს ამ დროს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. სიამოვნებით მივესალმები მას. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე კვირა, მინდა ყველას გისურვოთ და სიფრთხილე და წინდახედულობა ამასთანავე. გასაგებია რომ ყველას უნდა კარგი ინფორმაციის გაგება, მაგრამ ჩვენ სარგებლობთ პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია. ესე იგი, გაიარაღებთ ინფორმაციით იმის შესახებ, რომ 15 ივლისამდე პერიოდი რთულია. რატო? დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ კონფლიქტები, სხვა სახის ტრაუმულოვარული ტენდენციების, იგივე დაუშვათ ტექნიკური პრობლემების ალბათობა მაღალია. ამიტომ გავფრთხილდით ცოტა ამ კვირაში საკუთარ ჯანმრთელობას, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ეხლა არ გვინდა, არავით არის სერიოზული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, რატო? იმიტომ რომ თან კომუნიკაციის მმართველი პლანეტა გონების მერკური ეხლა უკუმავალია, არ უწყობს ხელს ახალი საქმის გრანდიოზული პროექტების განხორციელებას და სარისკო მოქმედებებს. დავიდო ვეცადოთ რომ ეს კვირა ცოტა ფრთხილად წინდახედულად გავიაროთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, ყოველდღიური ასე ვთქვათ მოვლენებით შემოვიფარგლოთ ხოლმე და საქმეებით პირველ რიგში. ეხლა ამასთან ერთად მოდი ავნიშნოთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ რამდენიმე მოვლენა. პირველი, ეს არის გეომაგნიტური დღეები. მზეზე აფეთქებებია ეხლა. ამიტომ სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი დღეები გავიაროთ ყურადღებით. თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით, თავის ტკივილი უგონებობა და შეგო, წნევას ვიზომავთ პირველ რიგში და მერე წნევის კონტროლის მერე შეძბამისი პროფილაქტიკა. ან წამლებით, ან იცით თქვენ უკვე ყავის მეშვეობითაც თუ დაბალია წნევა. კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ამ კვირაში. პირველი ეს არის პლანეტა ნეპტუნი. ნეპტუნი მოახსენებათ არის ინტუიციის, ასევე შემოქმედებითი უნარების, ასევე საოცარი ფანტაზიების მმართველი პლანეტა და იგი ახლა იმყოფება ვერძი ზოდიაქოში და ხვალიდან იგი გადადის თითქმის 16 ოქტომბრამდე, უბრალოდ ხდება უკუმავალი რეტროგრადული. ეხლა ეს რას ნიშნავს? ნეპტუნის რეტროგრადულობა ნიშნავს იმას, რომ სამი განსაკუთრებული ნეგატიური ურთიერთობა ეთხოვს პირველში ყურადღებას ადამიანებში. პირველი ზვარადასრული ფანტაზიები, ადამიანს ნუაკერებს თვისებებს, რომელიც მას არ აქვს. თორემ მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ამას ქვია ილუზია, თვითმოტყუება. ამიტომ რეალურ ფაქტებს დაეხტენით მხოლოდ და არა ზვარადასრულ ფანტაზიებს და ზედმეტად ნუალამაზებთ ადამიანებს და მოვლენებს, რათა აქ შესაძლებელი არ დაუშვათ. ნეპტუნი ამას ხელს უწყობს თავის რეტროგრადულობით. მეორე, ფიქრები წარსულზე. წარსულის გაუთავებელი პრობლემები, ან სიტუაციები, ან სიყვარული 1000 სხვა რამ მოგეძალებათ ამ პერიოდში და უფალი რას გვასწავლის? უფალი არის ახლა და აქ. არ ყოფილა წარსულში, არც გელით მომავალში. ის არის ახლა და აქ. ამიტომ წარსულს თავი დაანებეთ, თორე იქედან დაბრუნდებით, ასე ვთქვათ, აწყოში ნევროზულ სტრესული მდგომარეობით. და მე თვითონ წუწუნი რა კარგი იყო მაშინ და ასე შემდგომ, ამას თავი დაანებეთ. თუ მაინც რაღაც კარგია გასახსენებელი, გაიხსენეთ და ამით დაამთავრეთ, არ გვინდა ამაზე ასე ვთქვათ ზედმეტად მიბმა. და მესამე განსაკუთრებული ნეგატიური ურთიერთობა ზღვარგადასრული თანაგრძნობა. გადასარევი თვისება, მაგრამ ზოგიერთს გაუჩნდება ისეთი თანაგრძნობა, რომელსაც სხვები მომენტალურად გამოიყენებენ მის საწინააღმდეგოდ. ამიტომ თანაგრძნობას მივცეთ ზომიერ კონტროლებადი ფორმა, ვის რამდენი რა ფორმით ჭირდება ჩემგან თანაგრძნობა. აი ესე. სხვანაირად შეიძლება აქ ნეპტუნმა შესაბამისად დაგაშვებინოთ და კიდევ აქ მოდით ავუშვით რომ შეიძლება ძველი სულიერი მასწავლებელი შეგვხვდეთ ისევ, ან ძველი რაღაც სულიერი სწავლება თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომელიც რატომღაც იყო მივიწყებული. ან შეიძლება ძველი რაღაც შემოქმედებითი პროექტი ქონდათ, რომელიც რატომღაც ვერ განხორციელდა, ისე არ წავიდა როგორც თქვენს სურდათ. აი ამისკენ დაბრუნება შეიძლება რაღაც ძველი საქველმოქმედო აქცია, რომელიც რატომღაც შეწყდა. შეიძლება ეს უცებ გაგახსენდეთ, აღადგინოთ ეს ყოველივე და ამით თქვენი რეიტინგიც გაიზრდება საზოგადოებაში. ეს რაც შეეხება ნეპტუნს, რაც შეეხება ვენერას, სიყვარულის მმართველი პლანეტა ხუთშაბათიდან გადადის თითქმის 9 აგვისტომდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. აქამდე თუ სიყვარული იყო ახსოვსე დიფერ ამბებით, ლომის შოუ სპექტაკლებით, ეხლა ბოდიში. იცვლება მისი ფორმა. ეხლა ორგანიზებულობა, დისციპლინა, მოთმინება, წინა პლანზე წამოიწევს გარეგნული სისუფთავე, პეცი, განსაკუთრებულ როლს ითამაშებს. ახლა ეს მომენტი, როცა უცებ თქვენმა შეუარებულმა შეიძლება გითხრათ, რომ რატო გაქვს ფეხსაცმელი გვერდზე ჭუჭყიანი და აქამდე არ უთქობს. ოხეს ქალწული, ხო? უკვე ქალწული შემოდის ყველა. ამ დროს რას ვეუბნებით? ბოდიში. ამ დროს ასე ვქილეთ ტაქტიანად გავითვალისწინებთ შემდგომში აღარ იქნება, ხო? რა თქმა უნდა. კულტურულად. ეხლა მოდი ამოშვით რომ აი ღილი გაკლიათ, რატო გაკლიათ ეს ღილი, რა შეა საქმე?
მოწესრიგდი, ხო? ანუ ეს არის წესრიგდის სისუფთავის პერიოდი, მაგრამ სამაგეროდ სიყვარულში ერთ-ორად მოემატებს პასუხისგებლობის უნარი. ამიტომ გაცილებით უფრო პასუხისგებლობა ვენერას ქალწული უყვარს. არა, მთლიანობაში უყვარს, მაგრამ თავისი მინუსები აქვს. რა არის ეს მინუსების მიმართ უნდა იყოს ყურადღებით. აი ეს რაც ჩვენ თქვით. სწორილმანებზე ჩაძიება, აქ უკვე ადამიანის თვალი და გონება განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას, ხო? სხვა დროს ახლა მოდიოდით პაიმანზე და ასე შემდგომ და ნუ არაფერი ისეთი ვერ ამჩნევთ. აი ახლა ყველა დეტალს ამჩნევთ. აი რატო მოძრაობს შენი ხელი ზედმეტად? ვერ გააჩერებ? რა ხდება? სხვა დროს არ ამჩნევდა ამას. აი ეს სწორილმანებზე ჩაძიებით პირდაპირ შუბს შენ უმეახლეთ პარტნიორს ასაც ფიქრობთ. ეს მომენტურად გამოიწვევს საფასკო რეაქციებს და ეს უკვე კონფლიქტია. ამიტომ აი ამ ტენდენციას მეაქცევთ ყურადღება, მაგრამ სტაბილურობისთვის პირადი ურთიერთობებისა და მაღალი პასუხისგებლობის გამოვლენის კუთხით პერიოდი უდაოდ კარგია. ეს ვენერასაც შეეხება, მაგრამ ვენერა არა მარტო სიყვარულია, ვენერა ფულია. ამიტომ ფინანსური შესაძლებლობები, წყაროები შეიძლება გაუჩნდეს პირველ რიგში მას მედიას, იმიტომ რომ ერთ-ერთი მმართველია. ასევე პლუს მედიცინის სფეროში შეიძლება აქ ჩაიდოს ახალი სახსრები, ახალი შესაძლებლობები, ასევე სამეცნიერო კვლევითი სფერო, ინჟინერია, პედაგოგიური სფერო, ამასთან დაკავშირებული ყველა საკითხები და აქედან გამომდინარე აი სფეროები წინა პლანზე წამოვლენ, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობების კუთხითაც. სხვა შორის უფრო განვითარდება ასე სასტუმროების ინდუსტრია. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენებს, პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ დღეს ყველა ლოგიკურად ვერ იაზროვნებს, ამიტომ შეიძლება რაღაც არაადეკვატურობამ იჩინოს თავი და ძალიან არ გაგიკვირდეთ ამ კუთხით. და დატოს ეცინება, იმიტომ რომ ხვდება ხოლმე ხშირად ესეთ მოვლენებს და იცის როგორ ემართებათ ადამიანებს ეს. რაც შეეხება ესე იგი ისეთ პერიოდს, როგორიც არის ხუთშაბათი და პარასკევი, კისრის კვეთ მოძრაობებს მოარიდეთ. ეს მით უმეტეს მე მინდა კოლეგა ჟურნალისტებს და წამყვანებს თხოვო, იმიტომ რომ დიდხანს როცა ზიან, მერე აქ უნდა თხოვმე, რომ ეს რაღაცნაირად აამუშავონ და კვეთრი მოძრაობა შეიძლება გაიჭედოს დარჩეს და ამიტომაც ხუთშაბათი და პარასკევი ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. შაბათს და კვირას ცოტა უჭერს სასუნთქ სისტემას, ბრონქებს, ფილტვებს. ამიტომ აქ რა უნდა ვქნათ? მეტი სუფთა ჰაერი და მეტი ასე ვთქვათ, სუნთქვეთი ვარჯიშები და არა უჰაერო სივრცეები. ამას მეგცეთ ყურადღება და ნებისმიერ ინფორმაცია შაბათ კვირას გადაამოწმეთ. თუ აქ ნაკლებს ილაპარაკებთ და უფრო მეც მოусმენთ, იქნება უკეთესი. აი ეს ტენდენციები ზოგადი მნიშვნელოვანია და გავითვალისწინოთ ამ კვირის განმავლობაში. ეხლა უკვე ვნახოთ, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში აგრძელებს იგი ყოფნას 15 რიცხვამდე, 15 ივლისამდე, ესე იგი ყველა ნიშანს ექნება ისევ და ისევ გარკვეული წყალქვეშა დინებები. მერკური ისევ რეტროგრადია. მერკური ისევ რეტროგრადულია 24-მდე. ამიტომაც არაფერი ახალი არავით არის სარისკო, არავით არის ხელშეკრულება მოლაპარაკება. აქ ძველ საქმეებს დავუბრუნდით, გამოასწორეთ, ანალიზი გააკეთეთ, ძველ ურთიერთობებს და ასე შემდგომ. მაგრამ სიახლეები არა. მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს კვირა ჯანმრთელობასაც გავფრთხილდეთ მაქსიმალურად, რომ რაიმე სახის პრობლემა არ იჩინონ აქ თავი და არავითარ პროვოკაციებს არ აღვეთ. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და სად აქვთ მათ პირველ რიგში წყალქვეშა დინებები. აი დავიწყოთ ვერძით. პირველი წყალქვეშა დინება ვერძისა არის დაბალი ენერგოტონუსი. ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ ადვილად იღლება ეს ნიშანი. შესაბამისად, შრომის უნარიანობა დაბალი აქვს, მეტად უნდა დაისვენოს. ამის გარდა მზად იყავით აუცილებლობა არ არის, მაგრამ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო პრობლემა იჩინონ თავი. მაგალითად, გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, ეს ყველაფერი გააკეთეთ შვიდად. გასაგებია, რომ ფულთან არის დაკავშირებული თქვენს დროსთან, ენერგიასთან, მაგრამ ნერვებს ნუ მოუშლით ოჯახის წევრებს და საკუთარ თავს. შვიდად რაც გასაკეთებელი ისე გააკეთეთ. რატო? იმიტომ რომ ისედაც მაღალი გაქვთ კონფლიქტების ალბათობა ოჯახის წევრებთან. ასევე ახლობლებთან ნაცნობებთან. არავითარი მემკვიდრეობის საკითხები აქ არ გადაწყვიტო და ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი, მყარი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მაშინ გაცილებით მეტად წახვალ წინ და იქნებით მეტად, ასე ვთქვათ, უფრო მშვიდი და სტაბილური. რაც შეეხება კუროს ენერგოტონუსს არ უჩივის. ენერგოტონუსი ემატება ჯანზე, მოდის, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, ყველაფერი მატულობს. ეს კარგია და ხელსკობს რაც ყველა გარკვეული იდეების რეალიზაციას, მაგრამ რა აქვს წყალქვეშა დინებები? რა? მაგალითად, შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იგივე დაუშვათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაღაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებში აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი. ამის გარდა ვიყოთ ყურადღებით, გზავრობა, მოგზაურობა, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება ამ კვირაში სასურველი არ იქნება. აქ სხვა შორის მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, მათ შორის საბუთების გაფორმებისას და ამიტომ მეტი ყურადღება, რასაც ერთ ხელს
რომ აქედან გამომდინარე რაიმე სახის შეცდომა არ დაუშვა და მთლიანობაში კარგი პერიოდი ასე დეტალებით არ გაიფუჭოთ. რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც არის ყუპებო, შემოკარგებო, ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ. ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია. ამ დროს ძალიან ბევრი გინდათ, რატო? იმიტომ რომ მოდის ახალი იდეები, ახალი პროექტები, გენერირებას ახდენ და ძალიან გინდათ რომ ეს სწრაფად გააკეთო და ასე შემდგომ, მაგრამ არ გამოდის და რატო? ერთი სულ სწრაფი ხარ და ძალიან გეჩქარებათ. და მეორეც ერთი, იმიტომ რომ ძველი ვალები, შეუსრულებელი ვალდებულებები, ესენი გამოჩნდებიან ახლა ზუსტად. რომელთა შეუსრულებლობის შედეგად თქვენ ახალ იდეებს ვერ ახორციელებთ. და ამას შეიძლება გამოიწვიოს თქვენში ულოცროება, ამიტომ რუტინული საქმეები, რაც გაქვთ, ძველი ვალდებულებები, ვალები ყველაფერი გაისტუმრეთ. ჯობია ამას დაუთმოთ დრო 15 რიცხვამდე და ახალი იდეები 15-ის მერე განახორციელოთ. მაშინ გაცილებით უფრო ჭკვიანური იქნება თქვენი მოქმედება და სწორი. რაც შეეხება კირჩხიბებს, თავარი ფავორიტი, რასაკვირველია მზე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, ეს ნიშანი ჯანზე აქტიური, ენერგიულია, ქარიზმატულია, მიმზიდველია, ყურადღების ცენტრში ადვილად ხდება, ძალიან ინტუიციაზე დაყრდნობით, სწორარჩევას აკეთებთ, იდეების, პროექტების რეალიზაცია, ყველაფერი გაქვთ უმაღლეს დონეზე. ამიტომ ყველაზე დიდი წარმატების ფაქტორი ხართ თქვენ, მაგრამ რადგან დედამიწა ორღვითმარ ველშია და სხვა ზოდიაქოს ნიშნები ხშირად ემოციურად გაღიზიანებულ სიტუაციაში არიან ამ მდგომარეობაში, ამიტომ გაითვალისწინეთ, ირგვლივ ყოფ ადამიანებთან როცა გაქვთ ურთიერთობა, ვისთან გაქვთ ეს ურთიერთობა, ცოტა მეტი სიფრთხილე, წინდახედულობა, მოთმინება გამოავლინეთ, რათა არ მოხდეს რაიმე სახის პრობლემები და სირთულეები. მაგრამ მთლიანობაში მთავარი ფავორიტი უდაოდ ხართ თქვენ. რაც შეეხება ლომი გადის ახლა ყველაზე რთულ პერიოდს. მოდი ასე ვთქვა, დაავადების წინა პერიოდი ქვია მას. ენერგოტონუსი დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, ადვილად იღლებით, ამიტომ მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი და მოერიდეთ ყველა სახის პარტნიორულ კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა აქ მაღალია. გინდათ პირადში, გინდათ საქმიანი კუთხით და ასე შემდგომ. არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დაიწყოთ. აქ ჯობია ძველი საქმით შემოიფარგლოთ, ან ყოველდღიური საქმით შემოიფარგლოთ, ან მოდი ასე ვთქვათ, ვეცადოთ რომ მეტად დავასვენოთ საკუთარი თავი, თუ ამის საშუალება გაქვთ 15 რიცხვამდე მაინც. იმიტომ რომ მეორე აქ როგორც ფინანსური დანაკარგის, ასევე კონფლიქტების ალბათობა მაღალია, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები, ფრიად აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია არ გადაამოწმეთ, ესე არავის არ ენდოთ და ზედმეტი არ ელაპარაკოთ, იმიტომ რომ თქვენი ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა მე ძალიან ცუდად ჭორების სახით დაგებრუნდებათ უკან და კიდევ მეტად ხელშეუშლის თქვენს წინსვლას. 15 რიცხვის მერე გაცილებით უკეთ იგზნობთ თავს. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, ერთის მხრივ ქალწული არ უჩივის თავის ენერგოტონუსს. ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ აქტიურია, ორგანიზებულია, დისციპლინირებულია, შეუპოვარია, მომთმენია, მით უმეტეს ვენერა, სიყვარულის და ფულის მმართველი პლანეტა უკვე გადაენაცვლებს მის ზოდიაქოს ნიშანში და უკვე გასაუტრებით 15 რიცხვის მერე ფინანსურ მდგომარეობასაც გაუმჯობესებს და პირადი ურთიერთობაც გაცილებით უფრო ამაღლებული გახდება, მაგრამ ჯერ ვიყოთ მაინც ცოტა ყურადღებით, რატო შინაგანი ეჭვიანობა, შინაგანი უნდობლობა მატულობს ამ ნიშანში და შინაგანი მარტოობის გრძნობა. რაც ძალიან გიშლით, მათ შორის პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც კი, ამიტომ ამ თვისებებს მაქსიმალური კონტროლი დაუწესოთ და ვეცადოთ რომ აქ არავით არის ხელშეკრულებები, არავით არის ზედმეტი მოლაპარაკებები, მგზავრობა. ესეც თქვენთვის აქ სასურველი არ არის, იმიტომ რომ წინასწარ განუსაზღვრელი ზოგჯერ არასასურველი სიტუაციები შეიძლება წარმოიქმნას. რაც შეეხება სასტორი არ უჩივის, მოდი ასე ვთქვათ, ერთადერთ რამეს, შემოქმედებით ნიც და უნარს. შემოქმედებითი კუთხით იმუშავეთ, კი ბატონო, პერიოდი ძალიან კარგია, მაგრამ თან არ გადაიღალოთ, რატო? იმიტომ რომ ენერგოტონუსი ცოტა დაბალია. დაიღალეთ, მაგრამ გადაღლის გარეშე. ენერგოტონუსის დაბალი დონე გვამცნობს, რომ შედარებით ადვილად იღლებით, შრომისუნარიანობა ნაკლებია. გინდათ გაექცეთ პასუხისგებლობას და ამის საშუალებას არ მოგცემენ არც პარტნიორები, არც კოლეგები, არც ხელმძღვანელები, იმიტომ რომ პირიქით ეხლა გექნებათ უამრავი საქმე და სამუშაო შესასრულებელი. ეს ერთი. ამასთან ერთად პარტნიორებმა დაძაბულობამ შეიძლება ეჩინოს თავი გინდათ საქმეა, გინდათ სასიყვარულო ურთიერთობებში, სადაც მეტი ტაქტი, დიპლომატია მოგეთხოვება და სიფრთხილე წინდახედულობა მოქმედებისას. ამიტომ საქმეც გასაკეთებელი იქნება, მაგრამ დროც უნდა გამონახოთ იმისთვის, რომ დაისვენოთ. რათა ის საქმე მე ნორმალურად შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თუ არ გაკეთდა, მაშინ კონფლიქტების ტენდენცია იქნება საკმაოდ მაღალი.
რაც შეეხება მორიელს, მორიელი არ უჩვევის ჯანს. პირიქით, ენერგიაზე მოდის, ჯანზე მოდის, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, კარგი ორგანიზატორული ნიჭი, ეს ყველაფერი წინა პლანზე მოდის, ინტუიცია, ღრმა, რომის მეშვეობით სწორ არჩევანს აკეთებ და სწორ ნაბიჯებს დგავთ. ეს ყველაფერი კარგია, სხვათა მოგზაურობისთვისაც არ არის ცუდი პერიოდი. უცხოეთთან კონტაქტები, ურთიერთობები, პარტნიორული თანამშრომლობა ასევე ნაყოფიერია, მაგრამ ამავდროულად აი ნეგატიური ენერგოველი რას გვამსტობს, რომ აი უცხოეთში თუნდაც ამ მოგზაურობის დროს შეიძლება წვრილმანი რაღაცა პრობლემები წარმოიქმნას, რაც საერთო შტაბ-ბიჭლებას გაგიფუჭებთ. ამ მოგზაურობის თუნდაც შესახებ ეს ერთი. მეორე, წვრილმანებზე ჩაძიების სასწაული უნარი გაქვთ აქ. ყველაფერს ხედავთ. და ყველაფერს რო ხედავთ, მე როგორ პასუხობთ? პირდაპირ შუბლში სარკასტულ გესლიანი გამოთქვევით. ეს რას გამოიწვევს? საპასუხო რეაქციებს. ანუ კონფლიქტს. აი ამას ცოტა მოერიდეთ, იმიტომ რომ ამას შეიძლება როგორც სახში, ასევე სამსახურში, მხოლოდ დისონანსი გამოიწვევს თლიანობაში კარგ კვირის განმავლობაში. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აქ პრობლემები მეტია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარი თავი და გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც თქვენ სურთ. ზოგიერთ იდეა პროექტს ექნება წინაღობები, პრობლემები, ბარიერები, თქვენსა და პარტნიორებს შორის უცებ გრძნობთ, რომ ჩდება იდეოლოგიური აბსოლუტურად დიდი წინააღმდეგობები. რის შედეგად საერთო კონსენსუსს ვერ აღწევთ, რაც იწვევს თქვენში გულაცრუებას. ამიტომ ვიყავით ცოტა ყურადღებით, ენასკვლელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, აქ ზედმეც ნუ ვილაპარაკებთ და საიდუმლო ინფორმაციას ნუ გათქვავთ და მოდი ამუშოთ, რომ აქ მოვერიდოთ მაინც პარტნიორულ თანამშრომლობას. ჯობია ინდივიდუალურ შემოქმედებაზე გადახვიდეთ და უკვე 15 რიცხვის მერე მოემზადოთ უფრო სასიკეთო ცვლილებებისთვის თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნად აუდევლებს. თხისკა ენერგოტონუსს არ უჩვევის. რატომ? იმიტომ რომ ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგოტონუსი მაღალია, შრომის უნარიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა, ყველაფერი წინა პლანზე აქვს. ამიტომ შეიძლება ზოგიერთი იდეაც განახორციელოს, ზოგიერთი როგორც ხელმძღვანელი პირი გაითქვას კიდეც სახელს და კარგი ორგანიზატორი იქნება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ წყალქვეშედინებები გვაქვს, იმიტომ რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. რასთან არის დაკავშირებული ეს წყალქვეშედინებები? პირველი მოდი ეს თქვა, თქვენი მოტყუების თელობა მატულობს. მეორე, ქურდობის ტენდენცია თქვენ სირული მატულობს, ან თქვენი იდეების გამოყენების ტენდენცია მატულობს. ამიტომ ცოტა ფრთხილად ზედმეც ვილაპარაკებ თქვენი მეტუმეტეს ახალი იდეების შესახებ. ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს უძრავ ქონებასთან ან რაღაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებში ჩართული. მათ შორის შეიძლება ეს ზოგიერთ ნაცავთანაც კი მოხდეს. და აქედან გამომდინარე ცოტა მეტად ეხლა გაუფრთხილდეთ, არ გვინდა ზედმეტი ინვესტიციები, ზედმეტი კაპიტალდამატებები, ზედმეტი ფინანსური ხარჯი ახლა სასურველი არ იქნება ამ კვირაში. რაღაც ჩვეულებრივი კი ბატონო. და ცოტა ფრთხილად გავიაროთ ამ კუთხით. ეს პერიოდი რომ თლიანობაში კარგი პერიოდი, აი ამ პატარა დეტალებმა არ გაგვიფუჭონ. სასამართლო პროცესებსაც ჯობია ახლა თავი ავარიდოთ. თუ მაინდა-მაინც 15 რიცხვის მერე, თუ აუცილებლობა. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშანს, ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა არამდგრადია, ეს ნიშანი, მოდი ასე ვთქვა, უფრო მეტად ითხოვს აქ დასვენებას, სხვა შორის გამოძინება ძალიან მშვენი იქნება მისთვის, მაგრამ შეიძლება მოხდეს ესეთი მოვლენა, რომ იგი შეხვდეს ისეთ პიროვნებას, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებებს შეიტანს მის მსოფლმხედველობაში, აბსოლუტურად სხვანაირად დაანახებს სამყაროს, ურთიერთობებს, ცხოვრების სულ პრინციპებს, რაც ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს მერწყულის მსოფლმხედველობაზე და სხვა შორის მისი ფილოსოფიური ხედვა სამყაროსი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. პერიოდი რთულია ფინანსური კუთხით. აქ შეიძლება არასწორი ფინანსური ხარჯვა, ან დაუშვათ პარტნიორებთან დაძაბულობა, ფინანსებთან დაკავშირებით ჩინოს თავი, როგორც ასკვაროს საქმე ან პარტნიორებთან ამხრივ ცოტა მეტი თავდაჭერა, დიპლომატია გმართებთ, დაეღტანეთ მეტად ინტუიციას, ის გიკარნახებს სწორი არჩევანის გაკეთების შანსებს. ყოველ შემთხვევაში არაფერი ახალი სარისკო მშვენი ამ პერიოდში არა. 15 რიცხვამდე მოითმინეთ, 15-ის მერე გაცილებით უკეთესი ტენდენციები გაჩნდებიან თქვენ ცხოვრებაში. და რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს, თევზებო, მესამე ფავორიტი ხარ თქვენ მორიელთან და კერჩხიბთან ერთად, იმიტომ რომ გოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია ზეძლიერი, შემოქმედებითი კარგი ნიჭის ნარის გამოვლენის პერიოდი გაქვს, სასიყვარულო კონტაქტებისთვის პერიოდი ძალიან კარგია, შვილებთან ურთიერთობა ძალიან მაღალი დამაღლებული, როგორც ხელმძღვანელი ლიდერიც კი კარგად წარმოაჩენ თქვენს ორგანიზებულ მონაცემებს, მაგრამ ცოტა მეტი ყურადღება ბავშვებს. შვილებს შეიძლება რაღაც პერკული პრობლემები შეექმნას და ასევე თქვენი დახმარება იქნება აქ საჭირო, ეს ერთი. მეორე, აქ გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ისევ და ისევ იყოს საფრთხე ძველი სასიყვარულო პარტნიორების გამოჩენისა თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში, ისე როგორც წინა კვირაში. რამაც შეიძლება საოცარი გულაცრუება გამოიწვიოს თქვენში და
მთელი ეს ძველი ფანტაზიების ხრება. ამიტომ ამას მიაქცევთ ყურადღება, მithumეტ ეს ნეპტუნი თქვენი მართველი პლანეტა ხდება ახლა უკუმავალი, რის შედეგად აი თქვენში მოიმატებს ეს ფიქრი წარსულზე, რა კარგი იყო მაშინ და ახლა უცებ ეს ყველაფერი ეს თქვენი აგებული კოშკები შეიძლება დაიმსხვრეს ასეთი შეხვედრის შედეგად. ამიტომ აი მოვერიდოთ ძველ პარტნიორებთან შეხვედრებს თუ არ გინდათ რომ ეს თქვენი ლამაზი ფანტაზიური კოშკები დაიმსხვრეს. თლიანობაში კარგი პერიოდი აი ამ ნეგატიურ ტენდენციებით ეცადეთ არ გააფუჭოთ. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველას მინდა წარმატებები უსურვო. რა თქმა უნდა, უერთდები ამ სურვილებს. ჩვენ ტრადიციულად შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ორშაბათს ამ ფორმატში. მანამდე ერთი გენიალური ფრაზა თქვა ბატონმა მიშამ წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ეს როგორც მოცემულობა, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით აგემშვიდობებით.